დღემშვიდობისა დღეს უნდა ვისაუბრო ეგრეთ წოდებულ არაბულ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულად თბილისში და გონიოში შენდება. პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისს, ამ კონკრეტული ქალაქის მშენებლობა იგეგმება ფონიჭალის ნაკრძალის ტერიტორიაზე და ფაქტობრივად დაცული ტერიტორიის ათვისება ხდება სახელმწიფოსა და შესაბამისად არაბული კომერციული ორგანიზაციის მხრიდან. აღნიშნული ხელშეკრულება კი არის გასაიდუმლოებული და მას ეგრეთ წოდებული კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა ეს ხელყოფს ჩვენს ყველას გარემოს დაცვით უფლებას, ვინაიდან საქართველოს 2001 წელს შეუერთა ორჰუსის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ამ ძირითად ღირებულებას, ეს არის გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ასევე ამავე გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას და ასევე ეგრეთ წოდებულ აქციო პოპულარის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ყველას განურჩევლად მას კონკრეტულად ეხება თუ არა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით უფლების დაცვის მიზნით. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც კომპანია XL და სახელმწიფო არ ასაჯაროვებენ ინფორმაციას, რაც არის პირდაპირ ამ საერთაშორისო კონვენციის ხელყოფა დარღვევა, რაც ყველა დაუშვებელი არის და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის ტერიტორიაზე ნაკრძალის განაშენიანებაზე. კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რაც ვიცით ამ ხელშეკრულებაზე, არის რომ სახელმწიფო არაბულ კომპანიას გადასცემს 6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მტკვრის ნაპირებზე მშენებლობის განსახორციელებლად, რაც გაუგებარია და შესაბამისად გასაიდუმლოებულია, როგორ, როდის, რა პირობებით განხორციელდება. შესაბამისად, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის ხელყოფა კიდევ ერთი მძიმე გარემოებაა, რაც ამჟამად ჩვენს ირგვლივ არსებობს და განსაკუთრებით ასევე საყურადღებოა ერთი რამ. გონიოში კონკრეტულად 2,5 მილიონი კვადრატული მეტრის განაშენიანება ხდება და ამ ტერიტორიას მანამდე ჰქონდა სამხედრო ობიექტის სტატუსი, კერძოდ მას მოიხსენიებენ როგორც ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და რეალურად ეს ტერიტორია, როდესაც რუსებმა დატოვეს, მას შემდეგ არ მომხდარა მისი განაღმითი სამუშაოები და ამ მხრივაც არა მხოლოდ გარემოს დაცვითი, არამედ უშუალოდ სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანება, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც არაფერი სამუშაო მსგავსი არ ჩატარებულა და ამავდროულად ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში არის მოაზრებული, არის გასაიდუმლოებული. შესაბამისად, ჩვენ და მე პირადად გავაგრძელებ ამ საკითხზე მუშაობას. ბუნებრივია, ჩვენი უფლებების დაცვის მიზნით გამოვითხოვ ყველა ინფორმაციას სამინისტროებიდან თუ შესაბამისი უწყებებიდან და გაგაცნოთ აუცილებლად ამას თანმიმდევრულად. მადლობა ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ გისურვებთ სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს.